მოგესალმებით, იმედია თავს კარგად და კომფორტულად გრძნობთ იმისათვის, რომ გავიგოთ რა ასაკში ვართ ახლა. მე ვარ მარიამ წივწივაძე და დღევანდელი პოდკასტის სახელწოდება არის ღამე არ ვძინავს, დღისით არ გვიძავს, SOS. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარია გვანცა ჯალაღანია, ვიზუალური არტისტი. მოგესალმებით, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ შენს პოდკასტში მომიწვი. შენი აზრით რა არის შენი ბიოლოგიური ასაკი? გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ცხოვრების რიტმი არის კატასტროფული და არ ძინავს, არ ვჭამ, არ ვსვავ წყალს, მგონია რომ ძალიან აჩქარებულია. და მაინტერესებს, როგორ შეიძლება უშუალო ან შეუცვალო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აშკარად ვამჩნევ, რომ მაზიანებს, რაც უფრო მეტი წელი მემატება. აი რაღაცა უფრო გადაღლილი ვარ, აღარ შემიძლია გადათენება, მაგრამ თან ვერ ვიძინებ. ყვებაც დღეში ერთხელ ვჭამ. რაღაც მომენტში კითხულობ ხოლმე, რომ ოკეია ეგ ყველაფერი, მაგრამ რაღაც მომენტში მე ვიგებ, რომ არა, დღეში სამჯერ უნდა ვჭამო და აი როგორ შეიძლება რა ყველაფერი გამოვესწორო? არ ვიცი, რუტინით, მედიკამენტით, თუ რითი, აი რა შეიძლება რომ უშუალო ჩემ თავს. სწორ ადგილას მოხვდი. ზუსტად აი ლონჯევიტი მაგაში გვეხმარება, რომ ძალიან მარტივი გზებით. რა არის ლონჯევიტი? მაქედან დავიწყოთ, იმიტომ რომ მე საერთოდ არ მაქვს ინფორმაცია ლონჯევიტიზე. ლონჯევიტი არის შენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, რაც პირდაპირ პროპორციულია შენი, ესე ვთქვათ, სიცოცხლის წლების გახანგრძლივებასთან, იმიტომ რომ რაც უფრო ჯანმრთელი და ჯანსაღია შენი ორგანიზმი უჯრედიდან გარეგნულ ზედაპირულ, ასე ვთქვათ, კანის სტრუქტურამდე, იმდენად მოქმედებს მერე შენს ხარისხიან ცხოვრებაზე და კარგად ცხოვრების რიტმზე, რომელიც გამოისახება, რა თქმა უნდა, ასაკზეც. ხა როგორც ვახსენე ბიოლოგიური ასაკი, განმარტავ აქ, რომ არის ქრონოლოგიური ასაკი და ბიოლოგიური ასაკი. ქრონოლოგიური ასაკი არის ის, რაც გვაქვს წლები ზოგადად დაბადებიდან, მაგრამ ბიოლოგიური ეს არის რა ასაკის არის ჩვენი უჯრედები და როგორ აქტიურები და ჯანმრთელები არიან. შესაბამისად, ის რაც შენ აღწერე არის ძალიან ფართოდ გავრცელებული პრობლემა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. გამომდინარე ცხოვრების რიტმიდან, სამსახურის სტრესი, კვებას ვერ ვიცავთ, იმიტომ რომ ღამე არ ვძინავს და დილით არ გვიძავს. თუმცა, კარგი ის არის, რომ ლონჯევიტი შეუძლია მარტივი პრაქტიკებით, რასაც ვეძახით ბიოჰაკინგს. ეს ყველაფერი გამოგისწოროს, ყველანაირი მედიკამენტის და რაღაც დამატებითი ჩარავების გარეშე. თუმცა, როდესაც ვიწყებთ ასეთი პრაქტიკების, ესე ვთქვათ, ჩართვას ჩვენს რუტინაში, მნიშვნელოვანია, რომ გავიკეთოთ რაღაც კონკრეტული ანალიზები. იმისათვის, რომ გავიგოთ, მაგალითად, ორგანიზმში რაიმე ანთება ხომ არ გვაქვს, იმიტომ რომ უძილობამ, არასწორმა კვებამ, სტრესმა შეიძლება ჩვენს ორგანიზმში შეცვალოს ძალიან ბევრი რაღაც. აი მაგალითისთვის გეტყვი, მაგალითად C-რეაქტიული ცილა. ეს არის ბიომარკერი სისხლის, რომელსაც ზოგადად ყოველთვის ვაკეთებთ, როდესაც რაღაცა პრობლემა გვაქვს. არასდროს არ მოგდის თავში ის იდეა, რომ მოდი გადავიმოწმო, იმიტომ რომ ეს არის ბიომარკერი, რომელიც გვიჩვენებს ჩვენს ორგანიზმში არის თუ რა ანთება ან ინფექცია. თუ არის, თქვა, C-რეაქტიული ცილა მომატებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც ანთებითი პროცესი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია დაბერებასთან, იმიტომ რომ დაბერება პირდაპირ აჩქარებს, ანთება პირდაპირ აჩქარებს დაბერების პროცესს და როდესაც ვაკვირდებით მის ტენდენციას და ცვლილებას, შეიძლება კვება იყოს, კვებამ განაპირობოს ჩემი ცუდი ძილის რეჟიმი. შეიძლება იყოს პირდაპირ დაკავშირებული? რა თქმა უნდა, პირველ რიგში თუ თქვათ დარეგულირებული გაქვს ძილი, დავიწყოთ ძილით. ძილის რეგულაცია რას გულისხმობს? იმისთვის, რომ გქონდეს კარგი ძილი, მინიმუმ მეცნიერულად დადასტურებულია, რომ უნდა გვეძინოს 7 საათიდან 9 საათამდე. ეს არის ის ძილი, რომელიც ეხმარება ჩვენს ორგანიზმს შეიმუშაოს რიტმი, ცირკადულ რიტმს ეძახიან და ორგანიზმმა შეძლოს იმ მაგალითად ისეთი მარკერების გამომუშავება, როგორც არის მელატონინი. როდესაც არ გვძინავს, არ ვიძინებთ სწორ დროს და ვათენებთ, ამ დროს მელატონინის გამომუშავება მცირდება, რაც პირდაპირ დაკავშირებულია კანის სიჯანსაღეზე, უჯრედების აქტივობაზე, გამრავლებაზე, პროლიფერაციაზე, რეგენერაციაზე. ეს ყველაფერი იკლებს. ამიტომ არის, რომ აი რო არ გძინავს კარგად რაღაც პერიოდი, თქვათ სახეზეც, აი თუ გქონიეგეთ შემთხვევა რაღაც დაღლილობის შეგრძნება გაქვს, კი აი შეშუპებული ხარ. კი ბატონო, აბსოლუტურად. როდესაც ვარეგულირებთ ძილს, ანუ ძილის რუტინა რას გულისხმობს? ვიღვიძებთ, ცდილობთ ერთი და იგივე დროს,
თქვა დილის 9-ზე და ვიძინებთ ერთ და იგივე დროს 11 საათზე. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დილის წინ რას ვაკეთებთ. გვაქვს ჩართული ტელეფონი და ვსკროლავთ. ლურჯი გამოსხება ყველაზე მეტად დამაზიანებელი არის, ამიტომ ყოველთვის რეკომენდირებულია ხოლმე რომ 1 საათით ადრე გავთიშოთ. ჯობია წაიკითხო წიგნი, ვიდრე სკროლო ინსტაგრამი ან TikTok-ი. კი. ეგ ყველამ ვიცის, მაგრამ არავინ არ აკეთებს. არ არის სასურველი დილის წინ სასმლის დალევა, იმიტომ რომ სასმელი უკვე იწყებს ისეთი ნივთიერებათა ცვლას, რომ დილის რეჟიმში ვერ გადავ ალკოჰოლს კი და კოფეინიც არ შეიძლება ძალიან დიდი რაოდენობით. საკვებს რაც შეეხება, საკვებით არ არის სასურველი დილის წინ, იმიტომ რომ საჭმლის მომნელებელ სისტემას აქტიურებს და უკვე ის რეჟიმი ირღვევა, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დილის წინ რაღაც რუტინა შევიმუშაოთ. ამიტომ არის რომ მაგალითად პაციენტი მეკითხება რა რჩევას მომცემ დილის წინ, პირველი 3 რასაც ვეძლევ არის ის რომ ვიძინებთ ერთ და იგივე დროს, და ვიღვიძებთ ერთ და იგივე დროს, არ ვიღებთ, ვცდილობთ ალკოჰოლურ სასმელს დილის წინ და ვცდილობთ რომ არ ვჭამოთ ტკბილი საკვები განსაკუთრებით, იმიტომ რომ იწყება შაქრის მომატება და ეს საერთოდ ცვლის ძალიან სურათს. მართლა მე საერთოდ არ მიყვარს ტკბილი. ძალიან კარგი, იმიტომ რომ შაქარი ეს არის გლიკაციის პროცესი, რომლის დროსაც, როდესაც სისხლში იმატებს შაქარი, იწყება ანთებითი პროცესები და უჯრედებს უჭირთ რეგენერაცია. ამიტომ არის რომ თქვათ დიაბეტისკენ მიდრეკილი ადამიანები და თუნდაც არა, დღეს არის რეკომენდაციები რომ ტკბილი შევსყოდოთ. მაინტერესებს ღრმა ძილთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩემს შემთხვევაში მე მაგალითად როცა მძინავს ძალიან სუდად მძინავს, ანუ ღრმა ძილში ფხიზელი ძილი მაქვს, რაღაც მომენტ შეიძლება გამეღვიძოს, ავდგე, ვიბოდიალო, მე დავწვე და ძალიან მოქმედებს ჩემ ნერვულ სისტემას ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ აი ფაქტიურად არ მძინავს რა, მე სულ რაღაცა ისე ვარ და აი ამასთან დაკავშირებით თან შეგამჩნია ბეჭედი, რომელზეც რაღაც ინფორმაციები მაქვს. კი. და მომიყევი, მაინტერესებს. ძილის ფაზები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვიცით რომ ძილის სხვადასხვა ფაზები არსებობს, არის ღრმა ძილი, არის ზედაპირული ძილი, ეს დამოკიდებულია დღის, ანუ ღამის რა მონაკვეთში როგორ ვიძინებთ, თუმცა ნორმალურ შემთხვევაში ღრმა ძილის ფაზა უნდა დადგეს, თუმცა ღრმა ძილის ფაზა რო დადგეს, ამისთვის მნიშვნელოვანია რომ ორგანიზმი იყოს ამისთვის მომზადებული. გულისხმობ რას? აი ზუსტად იმას, რომ ძილის წინ რა აქტივობას გააკეთებ შენ რუტინაში, პირდაპირ პროპორციულია შენს რემსლიფთან. ღამის 3 საათზე რო დაიძინებ შენი რემსლიფი და ზოგადად ღრმა ძილის ფაზა იქნება შემცირებული, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, შენი ტვინი და გონება აფორიაქებულია და ამას სჭირდება დამშვიდება. როდესაც სხეული გადადის სიმშვიდის ფაზაში, სუნთქვა არის ერთგვაროვანი, სტრესის დონე შემცირებულია, გულის რიტმი არის შენელებული, ამ დროს უკვე შეგვიძლია რომ გადავიდეთ ღრმა ძილში, მაგრამ შენ თუ ღამის 3 საათზე იძინებ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ კარგად დანაყრებული და კარგად ლურჯი გამოსხივებაში ნამყოფი, რა თქმა უნდა ეს პროცესი ფიზიკურად დადგება, თუმცა ძალიან ცოტა რაოდენობით. ზუსტად აი ხა ამ რადგან ეს ბეჭედი ახსენე, ეს ბეჭედი არის ერთ-ერთი დამხმარე საშუალება, რომ შენ კალკულაცია გაუკეთო და ანუ სამერი გაუკეთო შენს ძილის რუტინას. ნუ კონკრეტულად ძილზე მაქვს ახლა საუბარი, იმიტომ რომ ესეთი ტიპის, ესე ვთქვათ, მოწყობილობები გაძლევს საშუალებას, რომ ნახო ძილის ფაზაში, როგორ იყო შენი სუნთქვა, როგორ იყო შენი გულის რიტმი, რამდენად რელაქსირებული იყავი, რამდენი საათი გეძინა და დროთა განმავლობაში მე გაძლევს, ესე ვთქვათ, საბოლოო სურათს შენი ძილის და ზოგადად ცხოვრების რიტმის შესახებ, რაც რეალურად არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ სამომავლოდ, სავარაუდოდ, რადგან AI საკმაოდ აქტიურად არის ახლა ჩვენ ცხოვრებაში, ეს არის შენი AI ექიმი, რომელიც იმდენად დაკავშირებული არის შენი უჯრედული დონის ჯანმრთელობასთან, რომ გავლენას მოახდენს თუნდაც ანამნეზის შეკრებაში. ექიმთან რომ მიდიხარ და გეკითხება, კარგად გძინავს, შეგიძლია ზუსტად უთხრა, როგორ გძინავს, როგორი რითმით და მერე განსაზღვრონ თუნდაც გულის დაავადებები, სტრესის დონე. ამიტომ ასეთი მოწყობილობები კარგია, თუმცა რაღაც ეტაპზე მე ახლა ამას ვიყენებ კონკრეტული მიზნით, იმიტომ რომ რაღაც ეტაპზე მაინტერესებს პერიოდში როგორ ვნახო ჩემი ორგანიზმის მუშაობა, თუმცა რაღაც ეტაპზე ამას მოვიხსნი, იმიტომ რომ მინდა რომ მე თვითონ შევიგრძნო ეს ყველაფერი. დამხმარე საშუალება, მოკლედ და იმისათვის კარგი დამხმარე საშუალება. კი, იცი როგორ არის? როდესაც ასეთ რაღაცას საკვირდები, მე გინდა არ გინდა გონებაც უკვე აკონტროლებს
და შესაბამისად მე აკვირდები თვითონ შედეგებს და мотиваციასაც გაძლევს, რომ აი რო ხედავ, რომ თქვა ვაიმე 2 კვირა მხოლოდ 4 საათი მძინავს და შესაბამისად ეს ბეჭედის გაცნობს ამ ყველაფერს, მე უკვე გინდება რომ მოდი დავაბალანსო. ფსიქოლოგიური მომენტიც არის და ნამდვილად დამხმარე საშუალებაა. და კიდევ მაინტერესებს მეტაბოლიზმი, ანუ წონა და ძილი ერთმანეთთან. პირდაპირ პროპორციულია. ზოგადად კუჭნაწლავის სისტემა არის პირდაპირ დაკავშირებული დაბერების პროცესთან, იმიტომ რომ რაც უფრო ასაკში შევდივართ, ის ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს კუჭნაწლავში არის, კარგი ბაქტერიები, სხვადასხვა გარემო ზემოქმედების შედეგად იკლებს. ამიტომ იწყება პროანთებითი პროცესები, ანუ ანთება იზრდება, ცუდი ბაქტერიები მრავლდება, შეიძლება შენელდეს მეტაბოლიზმი სხვადასხვა მიზეზების გამო და მე ვიწყებთ ამ პროცესის დარეგულირებას. ხშირად სამწუხაროდ საქართველოს სტატისტიკით ასეთი პრობლემები უკვე გვიან ფაზებში იჩენს ხოლმე. იმიტომ რომ არ ვიკეთებთ ანალიზებს, სანამ არ გვეტკინება, იქამდე ამას არ ვაკონტროლებთ და დღეს ახლა ჯანსაღი ცხოვრების წესი იმდენად პროპაგანდას ვუწევთ ასეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, რომ უკვე მივიდივართ ამ მდგომარეობამდე. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კვება, ძილი, ეს ყველაფერი მეტაბოლიზმზე პირდაპირ მოქმედებს. სიმსუქნეს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უძილობა არარეგულარული ძილი, არასწორი კვება ზრდის რისკს, რომ მარტივად მოხდეს, ესე ვთქვათ, მეტაბოლიზმის დარღვევა და წონაში მატება. მერე იწყება უკვე ამ წონის რეგულაცია, რომელიც დღეს უკვე გვაქვს სხვადასხვა საშუალებები, აი არის ქირურგიული ჩარევა, არის პეპტიდები, ხო, აი მაინტერესებს ძალიან გავრცელებული თემაა ჩემს სამეგობროში და ისედაც ზოგადად ძალიან აქტუალურია ოზემპიკთან და მუნჯაროსთან დაკავშირებული თემები. და მაინტერესებს ყველაფერი საერთოდ ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზოგი რას ამბობს, მარტივი გამოსავალია, თუ ვინ უნდა მოიხმაროს, თუ რისთვის არის საერთოდ და აქვს თუ არა რამე კავშირი ლონჯევიტისთან ამ ყველაფერს. ძალიან გავრცელებულია საქართველოში ნამდვილად. მუნჯაროც და ოზემპიკიც ეს არის პეპტიდები, რომლებიც ძალიან კარგი დამხმარე საშუალება არის წონასთან მიმართებაში. ზოგადად ეს მედიკამენტები თავიდან იყო დიაბეტის, ასე ვთქვათ, გასანეიტრალებლად, ვისაც ტიპი 2 დიაბეტი ქონდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ წონის კლებისთვისაც ესე არა დიაბეტთან დაკავშირებით შეგვიძლია გამოვიყენოთ. რა არის ზოგადად ოზემპიკის და მუნჯაროს ფუნქცია? ესენი არიან პეპტიდები, ესე ვთქვათ, სიგნალის გადამცემები, რომლებიც ორგანიზმში მიიტანენ ინფორმაციას ტვინთან, რომ მაგალითად დავარეგულიროთ ჰორმონები, ესე ვთქვათ, გავააქტიუროთ რეგენერაციის ფუნქციები და სხვადასხვა ბევრი ფუნქცია აქვს. განსაკუთრებით ეს GLP-1-ის მედიკამენტები, რაც არის მუნჯარო და ოზემპიკი, არიან ისეთი მედიკამენტები, რომლებიც გვეხმარება წონაში, რომ დავიკლოთ. მაგალითად თუ არ მოპედია შეგაწყვეტინე 70 კილო და მინდა რომ მოვიკლო რაღაც 5 კილო პირობითად. შემიძლია ამ დროს გამოვიყენო და რა ასაკობრივი რა ასაკში შეიძლება რომ დაიწყო გაიგეთო მაგალითად გააჩნია სიმსუქნის ხარისხს. ჩემთვის 70 წლის ადამიანი 70 კილოს მქონე ადამიანმა არ უნდა გამოიყენოს ეს პროდუქტები. მაგალითისთვის მოგიყვან, მყავდა პაციენტი, რომელმაც გაიკეთა ლიპოსაქცია აბდომინოპლასტიკით, ახალგაზრდა გოგონა და ოპერაციის მერე მითხრა, რომ აიო პერიოდულად ვიკეთებო ოზემპიქსო. რომელიც არის ძალიან საშიში ასე დროს ექიმის დანიშნულების გარეშე შენთვის გადაწყვეტილი ინექციების ესე ვთქვათ დოზა, რომელსაც ძირითადად საქართველოში ასე წყვეტენ ხოლმე და რა მოხდა? იმის მაგივრად რომ წონაში დაეკლო, პირიქით წონა მოემატა. იმიტომ რომ არარეგულარულად, არასწორად იღებდა ამ მედიკამენტს. ანუ ეს მედიკამენტი აუცილებლად მოგცემს შედეგს, თუმცა ამას სჭირდება კონკრეტული რუტინული მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, იმიტომ რომ ასეთი მედიკამენტები ძალიან დიდ ცვლილებებს იწვევენ ორგანიზმში და ამის მოკლევადიანად მიღება შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. რაც შეეხება ვინ უნდა მიიღოს, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გასტროენტეროლოგთან შეთანხმებით და სხვადასხვა ანალიზების საფუძველზე. მე თუ მაქვს ჩვენება რაღაცა ანალიზის მიხედვით, ან ჩემი ქირურგი ხედავს, რომ აი ეს პრობლემა ქირურგიულად შეიძლება
არ იყოს საჭირო რომ გადაწყდეს, მაშინ ინიშნება ოზემპიკი. გააჩნია ასევე ადამიანის ანამნეზს, რა დატვირთული ანამნეზი აქვს, ანუ ჯანმრთელობა უწყობს თუ არა ხელს, იმიტომ რომ ასეთი პრეპარატები სხვადასხვა გვერდით ეფექტებს იწვევენ და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ ამასთან დაკავშირებით. თუმცა არის მეორე მხარე. ისევ საქართველოს სტატისტიკიდან გამომდინარე, ზოგიერთი ქირურგი არჩევს გაუკეთოს პაციენტს კუჭის დაპატარავების ოპერაცია იმის მაგივრად, რომ სწორად მოვიხმაროთ ოზემპიკი, რომელიც უფრო მარტივად დაეხმარება პაციენტს წონის დაკლებაში. ამიტომ ძალიან საფრთხილო საკითხია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც გადაწყვეტს, რომ გამოიყენოს ასეთი ტიპის პეპტიდები, აუცილებლად უნდა მივიდეს პროფესიონალთან, რომელიც მისცემს მიმართულებას. რაც შეეხება კავშირს ლონჯევიტისთან, პირდაპირ დაკავშირებულია ლონჯევიტისთან, იმიტომ რომ სიმსუქნე ზოგადად არის ძალიან მაღალი რისკი სხვადასხვა დაავადებების, რომელიც ჩვენი ცხოვრების ხარისხს ამცირებს და შესაბამისად პირდაპირ მიმართულია იმისკენ ლონჯევიტი, რომ თუნდაც ოზემპიკის ტიპის საშუალებებით კონკრეტულ ადამიანებს დაურეგულიროთ წონის პრობლემა და შემდეგ ცხოვრების ხარისხი გავუმჯობესოთ. ამიტომ ძილი, კვება პირდაპირ კავშირშია. თქვენ რომ მოგინდეთ ახლა ოზემპიკის გაკეთება, რა თქმა უნდა, წინააღმდეგ ჩვენება არის 70 რატო გადავეკიდე წლის ადამიანებს, მათაც თუ სურთ ოზემპიკის გამოყენება თუ წონის მიხედვით, თუ თქვენ ნებისყოფა გეყოფათ, ესე ვთქვათ, ზუსტად ლონჯევიტი მაგაზე მუშაობს, რომ თქვენ მარტივი გზებით ზედმეტი დანახარჯის გარეშე მიგიყვანოთ იმ მდგომარეობამდე უჯრედულ, რომ იყოთ ჯანსაღი. თუ გამოიმუშავებთ თქვენი სწორი ძილის რუტინას, მიირთმევთ ისეთ საკვებს, რომელიც კარგ გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის სისტემაზე, აი როგორიც არის ფერმენტირებული საკვები, ხილი, ბოსტნეული, კონკრეტული რაოდენობით, თუნდაც ღამე 12 საათზე რომ მოგინდეს ჭამა და მიირთვა ბოსტნეული, არანაირი პრობლემა არ არის სპირიკით. ანუ ის არის ისეთი ნივთიერებებით სავსე, რომ მოახდენს უჯრედების, ესე ვთქვათ, კვებას, სწორი მიმართულებით, მაგრამ თქვენ თუ ძილის წინ მიირთვეთ, ესე ვთქვათ, junk foods, რა თქმა უნდა, პირდაპირ წონასთან დაკავშირებით შეგვექნება პრობლემა და ასევე ძილთან დაკავშირებით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს დავარეგულიროთ. არსებობს სხვადასხვა ტექნოლოგიები, რომელიც გვეხმარება, ვთქვათ, ძილის რუტინის, ესე ვთქვათ, შექმნაში. არსებობს სპეციალური სათვალეები, რომელიც ლურჯ გამოსხივებას ბლოკავს. და ასე შემდეგ. ამიტომ ვისაც თქვათ აქვს სურვილი, რომ თავის ძილის რუტინა დაირეგულიროს ბაიოჰაკინგის წესით, შეგვიძლია ლონჯევიტის პროტოკოლების მიხედვით მიიღოს ჩვენგან რეკომენდაციები და მარტივად ყველანაირი ჩარევების გარეშე დაირეგულიროს თავისი ცხოვრების რიტმი. აი, ჩემნაირმა ადამიანმა როგორ უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე მაგალითად ძილის რეჟიმი, ზოგადად ესეთი რაღაცა სტრესული და ქაოტური ცხოვრება დავიწყე, როცა ვიყავი 15 წლის და ახლა ვარ 26 წლის და აი ამ ხნის განმავლობაში უკვე იმდენად მიჩვეული ვარ ამ რუტინას, რომ ჩემთვის ძალიან ნორმა დღეში ერთხელ ჭამა, ყოფნის ეს ყველაფერი, თუმცა ვხვდები და ვიცი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არის ეს ყველაფერი კარგი. აი როგორ შეიძლება რომ რა პირველი ნაბიჯი რა უნდა იყოს, რომ შევცვალო ეს ყველაფერი. ნუ ძალიან რთულია ეხლა გადაეწყო სხვა რუტინაზე. და აი როგორ შეიძლება რომ ეგ ყველაფერი დავიწყო, ანუ ვარჯიშით თუ ვარჯიში იდეალური საშუალება. პირველ რიგში უნდა ფსიქოლოგიურად იყოთ ამისთვის მზად, უნდა გინდოდეთ. თავარია მონდომება და არსებობს სხვადასხვა გზები პირველ რიგში, კვების დარეგულირება. ვეცადოთ რომ კვირის განმავლობაში მივიღოთ კონკრეტული რაოდენობის ის საკვები, რომელიც ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო და შევამციროთ ნელ-ნელა, თქვათ, არასწორი კვების რუტინა. დავიცვათ სპეციალური დიეტები. არსებობს ძალიან ბევრი სახეობის დიეტა, არსებობს ხმელთაშუა ზღვის დიეტა, არსებობს კეტო დიეტა, სხვადასხვა ტიპის დიეტები, რომელიც მეცნიერულად არის გამოკვლეული და გვაჩვენებს, რომ ასეთი ტიპის დიეტები პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი მეტაბოლიზმის და კუჭ-ნაწლავის სისტემის გაუმჯობესებისკენ. თუმცა ეხა გამორიცხულია და შეუძლებელია, რომ დღევანდელობაში არ მივირთვათ ისეთი საკვები, რომელიც ვიცით, რომ თქვა ტრანსხიმებს შეიცავს. თუმცა ის შევამციროთ. მივირთვათ მაგალითად მოხარშული ხორცი, ცილებით სავსე პროდუქტი და ეს ძალიან მარტივია. ჩვენს რეალობაში საქართველოში ასეთი პროდუქტის მიღება ძალიან მარტივია. გვაქვს ამის საშუალება. დღესდღეობით ჯერჯერობით რო შევადაროთ ახლა ინგლისს, ამერიკას, იქ უფრო მეტად გამოიყენებენ დანამატებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ მოსახლეობა ვერ იღებს ისეთი ხარისხის საკვებს, რომ ის იყოს ჯანსაღი მათი ორგანიზმისთვის.
ამიტომ არის რომ თავაზობენ ძალიან ბევრ დანამატს. დანამატებს რაც შეეხება ძალიან საფრთხილოა დანამატების მიღებაც, იმიტომ რომ საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში დანამატების საკითხი. ჩემთვის პაციენტი, როდესაც მოდის ჩემთან და მთხოვს რაიმე დანამატის მიღებას, პირველ რიგში ვეკითხები, გჭირდებათ? ნახეთ რომ გჭირდებათ? ექიმო აი ვფიქრობ რომ ჭირდება ომეგა-3-ის მიღება, რატომ? ხო, აი ძალიან საინტერესო თემას ვეხებით ახლა ნელ-ნელა. გავიკეთოთ ანალიზი, თუ გჭირდება, აუცილებლად დაგინიშნავთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სიფრთხილით დავიწყოთ. ძილის რუტინის გამოსწორება ძალიან მარტივია, თქვენზეა დამოკიდებული პირდაპირ და დამატებით სხვადასხვა ბაიოჰაკინგები, როგორც არის ვარჯიში, მედიტაცია, იოგა, სხვადასხვა აქტივობები, თუნდაც კვირაში რამდენჯერმე ფეხით სეირნობა, ჰაერზე გასვლა, ეს ყველაფერი დადებითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე, ამიტომ ძალიან მარტივია, რომ ნელ-ნელა ჩავდგეთ რუტინაში. ამისთვის არსებობს სხვადასხვა რეკომენდაციები, რასაც longevity-ის სისტემაში ვიყენებთ. პერსონალიზირებულად. ყველასთვის ერთი მკურნალობა არ არსებობს. ყველა ადამიანი უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, თქვენი მონაცემებით, ანამნეზით, ანალიზებით და იმის მიხედვით დაიგეგმოს თქვენი longevity მიდგომა, რაც ძალიან მარტივად, მოკლე დროში შეგაძლებინებთ, რომ ნახოთ ცვლილებები. როდესაც ხედავთ ცვლილებას, მე უკვე ორგანიზმი თვითონ ინერციით მიგიყვანთ იმ საბოლოო ცვლილებებისკენ, რაც სასარგებლოა თქვენი ცხოვრების ხარისხისთვის. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი ძილის დაკვების გარდა არის აკნე, რომელსაც ვებრძვი დაახლოებით 5 წელია. ამ 5 წლის განმავლობაში მოვიძიე ყველანაირი ინფორმაცია შევისწავლე. პლუს ამ ყველაფერს ემეტებ, რომ ეს ინფლუენსერებიც გვეუბნებიან, რომ ეს წაისვე და არაფერი არ გშველის და მე მაინტერესებს. შეგვიძლია თუ არა longevity-ით უშველოთ რამე ამ პრობლემას. ან რა უნდა წავიშვათ სახეზე რო გვეშველოს. აი რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, როგორ შეიძლება რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. კი ბატონო. დავიწყებ იმით, რომ ძალიან კარგი кейსი ხარ იმისთვის, რომ ბუკეტი ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ ძირითადად პრობლემა არის ესე მულტიფუნქციური რა, კომპლექსური უკაცრავად. ძილის პრობლემა, კვების პრობლემა, სტრესი, აკნე. მაგრამ ეხლა როგორ შევდით ამას? შენ რამე გიცდია აკნეს სამკურნალოდ? კი, მე გავიგეთ რაღაც კვლევები, ნუ თავიდან ვერ გაიგეს, მე საბოლოო ჯამში გვიან გავიგეთ, რომ თურმე ეს ყველაფერი არის კუჭ-ნაწლავიდან გამომდინარე და თავიდან ვიყენებდი რაღაც გარეგან საშუალებებს, რომ მელმოც არ მიშველა და შემდეგ უკვე გადავედი მედიკამენტოზურ მკურნალობაზე. კი და მაქვს შედეგი. ჩემ შემთხვევაში ეს იყო გამოსავალი. აკნე არის ალბათ სოფლიო მოსახლეობის 90%-ის პრობლემა. და რა არის მნიშვნელოვანი? ეს არის კომპლექსური პრობლემა. ეს არ მოდის მხოლოდ კანიდან, ეს მოდის ჰორმონებიდან, კუჭ-ნაწლავის სისტემიდან, არასრულყოფილი ცხოვრების რიტმიდან, ოქსიდაციური სტრესისგან, დაბინძურება, გამონაბოლქვი, ულტრაისფერის სხივები და ასე შემდეგ. ამიტომ ამის მკურნალობა უნდა მოხდეს ძალიან ძირეულად. შინაგანი, ესე თქვა, ორგანოების და ორგანიზმის დონეზე. ამიტომ არის რომ მედიკამენტური მკურნალობა ყოველთვის სასარგებლოა, თუმცა მედიკამენტური მკურნალობას თან ახლავს გარეგანი ზედაპირული ჩარევებიც, იმიტომ რომ შეიძლება გქონდეს აკნე, მოირჩინო აკნე, მაგრამ დაგჭირდეს აკნეს ნაწიბურები, რაც ძალიან ცუდი შესახედაობის არის ზედაპირულად. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მივიდეთ პროფესიონალთან, ასეთ შემთხვევაში დერმატოლოგთან, რომელმაც იცის, ისწავლა, გამოცდილება აქვს, როგორ ებრძოლოს კანის დაავადებებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ინფლუენსერები, რომლებიც აქტიურად უწევენ პროპაგანდას სხვადასხვა ტიპის პროდუქტს, შენთვის შეიძლება იყოს დამაზიანებელი, ჩემთვის ძალიან კარგი. ეს არის რაღაც რეცეპტები წერია ხოლმე, რომ ერთმანეთში უნდა აურიო, მე ეს ყველაფერი სახეზე წაისვა და მინახავს ასევე TikTok-ზე და Instagram-ზე, ნუ გამოდის ინფლუენსერი და ზუსტად ერთ პროცედურაში, ერთი ღამის რუტინაში სახეზე იდევს 15 სახეობის პროდუქტს. ხო, რაც მგონია, რომ რა თქმა უნდა, დავიწყოთ იქიდან, რომ არ არსებობს უნივერსალური მიდგომა, ეს არის პერსონალიზირებული. უნდა შეფასდეს კანის ტიპი, როგორი ტიპის აკნეა, როგორი ესე ვთქვათ, ანალიზები გვაქვს, ესე ვთქვათ, შეიძლება რომ ამ რუტინით დავიმართოთ აკნე? რა თქმა უნდა, უძილობა, კვების აშლილობა არის პირველი, რომელიც სახეზე ზედაპირულად კანი გაძლევს, ორგანიზმი გაძლევს ნიშანს. არა, გულისხმობ აი პროდუქტების, ბევრი პროდუქტების მოხმარებას, ბევრი პროდუქტების ხონას რუტინაში. გააჩნია.
გააჩნია პრობლემას. ნახე როგორ არის ზოგადად პროდუქტებს რაც შეეხება. ძალიან სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ პროდუქტები. შეიძლება შევარჩიოთ რამდენიმე პროდუქტი, მაგრამ მაშინ ჩემ შემთხვევაში ხა ჩემი გამოცდილებით მე რაც მომწონს არის რომ როდესაც ვირჩევ პროდუქტს, ყოველთვის ვცდილობ რომ შევარჩიო პროდუქტი, რომელიც შეიცავს ერთ აქტიურ ნივთიერებას. აი მაგალითად ნიაცინამიდი, აზელაიკის მჟავა, რეტინოლი, ვიტამინ C და ასე შემდეგ. შეიძლება ამათი კომბინაცია მოხდეს, მაგრამ სწორად უნდა მოხდეს. მე არ მომწონს მაგალითად როდესაც ვირჩევ ისეთ პროდუქტს, რომელშიც არის რაღაც მიქსი სხვადასხვა ნივთიერებების. რატომ? წარმოიდგინე ხა ორ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას რომ შეურევ ერთმანეთში. ისინი ხო რაღაცა რეაქციას მისცემენ ერთმანეთს. ასეთი პროდუქტების ტესტირება სამეცნიერო დონეზე ძალიან ძვირი ჩდება. ამიტომ არის რომ აფთიაქში რომ შედიხარ და შენ პროდუქტზე გიწერია რომ დერმატოლოგიურად დადასტურებულია. აი გრას ნიშნავს. ეს არის დიდი ტყუილი. დერმატოლოგიურად დადასტურებული არ ნიშნავს რომ ეს ნამდვილად გატესტილია. რატომ? დამზადების პროცესში როგორ ხდება ეს ყველაფერი? როდესაც პროდუქტი მზადდება, უბრალოდ მეთვალყურე დგას დერმატოლოგი. და კომპანია გიწერს რომ ეს არის დერმატოლოგიურად დადასტურებული. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ასეთი ტიპის კვლევები ადამიანზე ფაქტიურად ძალიან დიდ თანხას მოითხოვს. ამიტომ არ აქვს სხვა ამდენ კომპანიას მსოფლიოში რომ ეს ყველაფერი შემოგთავაზოს. თუ გვინდა რომ პროდუქტი სწორად შევარჩიოთ, მნიშვნელოვანია რომ ნახოთ თუ აქვს რაიმე ლიცენზია, სერტიფიკატი, რა ნივთიერებებს შეიცავს. არსებობს ესეთი შეჯიბრი იყო ინგლისში, ძალიან დიდი ფულადი ჯილდო იყო, რომ მოდით აბა შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც არ არის ქიმიურად, არ შეიცავს ქიმიურ ნაერთებს. შეუძლებელი იყო ამის გაკეთება, იმიტომ რომ ყველაზე ნატურალური პროდუქტი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს რაღაცა პროდუქტის შერჩევა მოხდეს სწორად. ამიტომ აკნეს კურნალობა უნდა იყოს სხვადასხვა ეტაპობრივი. გარეგანი ჩარევებიც, აი ლაზერები არსებობს, ძალიან სხვადასხვა ტექნოლოგიური მიდგომები კი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს კანზე. ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ზიან ამინჩი, მით უმეტეს ზაფხულში უნდა გამოვიყენოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც შეიცავს დამცავს, იმიტომ რომ ულტრაისფერის სხივები პირდაპირ აზიანებს დნმ-ს, გამტარი არის კანში, დნმ-ს, რომელიც მოქმედებს ჩვენი კანის უჯრედებზე. კანის უჯრედები არის ანთებითი, ძალიან სწრაფად ბერდება და გვიჩნდება რა? ნაოჭები, კანი არის მოდუნებული, ელასტიურობას კარგავს და მე ამის ფონზე გვიწევს კიდევ უფრო მეტი ჩარევის გამოყენება, რომ მივიღოთ კარგი შედეგი. ამიტომ, როდესაც საქმე გვაქვს აკნესთან, მივდივართ ჯერ პროფესიონალთან და მე ვარჩევ ძველ პროცედურებს. ხო, აი მედიკამენტზეც ჩემ შემთხვევაში მე ვიწყებდი მედიკამენტებით მკურნალობას, ანუ ძალიან ბევრი რაღაც ისეთი ინფორმაცია ეწერა, რომ არ შეიძლება და ანგრევს ეს ყველაფერი რაღაცა ორგანიზმს და ყველა მედიკამენტს აქვს ადამიანები, რომლებიც თვითნებურად ცვალდნენ ამ მედიკამენტებს. აი ამასაც შევეხოთ ასეთი ტიპის მედიკამენტებს, რომელიც გამოიყენება აკნეს სამკურნალოდ, აქვს საკმაოდ ბევრი გვერდითი ეფექტი. განსაკუთრებით თვითნებურად, როდესაც ვინიშნოთ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა დოზა დავინიშნოთ, რამდენი ხნით დავინიშნოთ. შეიძლება შენ დაგინიშნა 9 თვე, 20 მილიგრამი რაღაც მედიკამენტი და მეც იგივე გავაკეთე. შეიძლება მე შედეგი მომცეს ამან, მაგრამ რეალურად ჩემს ორგანიზმში შეიძლება დიდი ცვლილებები გამოიწვიოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორ პროფესიონალთან სწორი მედიკამენტი შევარჩიოთ. არ არსებობს აკნეს კურნალობა არ იყოს წარმატებული, თუ შენ სწორად მიუდგები. ამიტომ ეს პრობლემა მიხვალ პროფესიონალთან და დაიწყებ ინტერნეტში რაღაცების თექვას. მესმის მე ინფლუენსერების საკითხი, ნუ კომპანიები მათ აძლევენ იმის საშუალებას, ნუ ესე ვთქვათ, სხვადასხვა პროდუქტებს რომ გააპიარონ, თუმცა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. კი, კანთან დაკავშირებით აუცილებლად. რა თქმა უნდა, კანი არის თქვენი გარეგნული იერსახე, რომელიც პირდაპირ კონტაქტის დროს ხდება თვალში. და ზოგადად კანი არის ძალიან საინტერესო ორგანო, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ორგანოა ჩვენს ორგანიზმში და ყოველთვის პირველი პრობლემის ნიშნებს ხედავთ კანზე. ეს არ არის აუცილებელი იყოს აკნე. არის რომ აი ძალიან ბევრი კუჭნაწლავის სისტემის პრობლემა გამოიხატება კანზე, ან თუნდაც სხვა პრობლემები, რა თქმა უნდა. ამიტომ თუ გვინდა რომ ყველაფერი სწორად და კარგად გადავწყვიტოთ, უნდა ავირჩიოთ პროფესიონალი, რომელიც სწორად გვიმკურნალებს. ძალიან ხშირად მხდება ხოლმე პოსტები ნადთან დაკავშირებით და ძალიან მეინტერესებს რა არის ნადი. თან ვიცი რომ ძალიან ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლავი იყენებს, აი ჰეილი ბიბერსა ვიცი რომ აქტიურად იყენებს ნადს და მეინტერესებს რა არის. და აკნეზე თუ დამეხმარება მაინც აკნეს პრობლემა. ხო, წინა პოდკასტში ვახსენე დაბარების 12 ნიშანი.
ერთ-ერთი დაბერების მნიშვნელოვანი ფაქტორი არის DNM-ის დაზიანება. როდესაც ზიანდება DNM-ი, ხდება რა? ჩვენი, ესე თქვა, DNM-ი შედგება ტელომერებისგან, ჯაჭვებისგან, რომელიც დროთა განმავლობაში მოკლდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერდებით და ეს არის ბუნებრივი მოვლენა. თუმცა არსებობს ესეთი ნივთიერება ნადი, რომელიც შეიცავს უშუალოდ DNM-ი. და დღეს შესაძლებელია ამ DNM-ის მოლეკულის, ესე ვთქვათ, მიღება, რომელიც გვეხმარება ჩვენი ბიოლოგიური ასაკის შემცირებაში და დაბერების შენელებაში. და ნადი ზოგადად ნორმაში რაში გვეხმარება, რომ გავააქტიუროთ ჩვენი მიტოქონდრიები, ეს არის ჩვენი უჯრედის ენერგიის, უჯრედული ენერგიის მიკრონაწილაკები. ინექციური სახით ვიღებთ ნადს თუ სხვადასხვა ტიპი არსებობს ნადის მიღების და როდესაც ეს ჩვენი მიტოქონდრია აქტიურდება, უჯრედი უფრო სიცოცხლისუნარიანია, რეგენერაციის უნარი აქვს და ძალიან ნელა მოკვდება მე ჩვენი ტელომერები. დღეს ძალიან პოპულარული არის ნადის გადასხმა და ასევე ინექციები, სხვადასხვა ნადის პასტებს ეძახიან. ნადი ძალიან კარგია, თუმცა შენ შეგიძლია ნადი ყველანაირი ჩარევის გარეშე გაიაქტიურო. რითი? ვარჯიშით პირველ რიგში. ნებისმიერი აქტივობა პირდაპირ კავშირშია მიტოქონდრიების გააქტიურებასთან. თუმცა დღეს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ნადის საშუალებით შეგვიძლია ეს ჩვენი ენერგია უჯრედული, რომელიც გაახალგაზრდობაში გვიწყობს ხელს, მივიღოთ დამატებითი პროდუქტით, ნადით. თუმცა აქ არის ძალიან დიდი თუმცა. არ არსებობს ჯერ კვლევები ნადზე, რომელიც მოიცავს ადამიანებს. ყველანაირი კვლევა ნადთან დაკავშირებით არის ჩატარებული ან ცხოველებზე, ან ლაბორატორიაში. ამიტომ არის, რომ ნადის მიღება არის ძალიან საფრთხილო. ნადს ვიყენებთ ძალიან აქტიურად აი ოპერაციების შემდგომ, როდესაც პაციენტებს ჩაუტარდება დიდი მასშტაბური ოპერაციები, მათი, ესე ვთქვათ, უჯრედული პროცესები შენელებულია, იმიტომ რომ დიდი ტრავმა არის მიყენებული სხვადასხვა ჩარევებით და ვაკეთებთ ნადის გადასხმებს. სპეციალურ კონცენტრირებულ ხსნარში, რომელიც გვეხმარება, რომ მივიდეს ნადი უჯრედებამდე. დღეს ძალიან პოპულარულია ნადის ინექციები, რო ვთქვი, პასტები. რომლებიც ყოველთვის არ არის ეფექტური. ანუ ყოველს არ უხდება. არა. და თვითონ ნადის პროდუქტი, რა პროდუქტს იღებ ინექციით, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, ჰეილი ბიბერი იყო პროფესიონალთან, რომელმაც კონკრეტული ანალიზების ფონზე უნდა გაკეთდეს ანალიზი და ნახო, რომ შენ უჯრედს ჭირდება აქტივობა, ამ შემთხვევაში შეგიძლია მიიღო ნადი ნებისმიერი სახით. აი რა ასაკიდან არის კარგი ნადის დაწყება? იცი როგორი საკითხია, ეგ დაბერების პროცესი იწყება დაბადებიდან. ასაკში უფრო რაღაცა ისა გამოვიხური. კი ბატონო. არ გჭირდებოდა ეს facelift-ი. გამოსულია. ნადის შემცირება ორგანიზმში იწყება დაბადებიდან. თუმცა, როგორც ვამბობთ, ზოგადად ყველაზე მეტად გამოხატული დაბერების ნიშნები იწყება 28 წლის ასაკიდან. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დამოკიდებულია სტრესის დონეზე. არ გინახია ადამიანი არის ვთქვათ 35 წლის, მაგრამ გამოიყურება როგორც 55 წლის. გენეტიკას აბრალებენ ხოლმე ძირითად შემთხვევაში. ამას და არის ცხოვრების სტილი. მხოლოდ 20%, 80% არის ცხოვრების სტილი. ამიტომ ნადის გამოყენება დამოკიდებულია შენს DNM-ის მონაცემებზე. ამიტომ კეთდება სპეციალური ანალიზები, რომლებიც გვეხმარება დავადგინოთ ჩვენი ბიოლოგიური ასაკი DNM-ის დონეზე და შემდეგ გადაწყდეს მივიღებთ ნადს თუ არა. ძალიან საფრთხილო არის, ძალიან აქტუალური არის ნადის გამოყენება დღეს, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით. ეს არის პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ჩვენი უჯრედული პროცესების სერიოზულად აურიოს და შეუქცევადი გახადოს რაღაც პროცესები. ამიტომ ჯერ ვარკოთ, გჭირდება თუ რა ამ პროდუქტის მიღება, მაგრამ მე ყოველთვის ლონჯევიტის კუთხით ჩემ პაციენტებს ვაძლევ იმ მიმართულებას და რეკომენდაციებს, რომ ნადი გამოვიმუშაოთ ჩვენ თვითონ, ჩვენი ორგანიზმით, რომელსაც შეუძლია მარტივად, როგორც აღნიშნე, ვარჯიშით. ყველაზე მარტივი ესეთი მიდგომარი, რომელიც პირდაპირ აჩვენებს. მე თვითონ წინა პოდკასტებშიც აღნიშნე, გავაკეთე კონკრეტული კვლევა ჩემ თავზე და ვნახე, რომ ვარჯიშით, მედიტაციით სუნთქვის ვარჯიშებით და სხვადასხვა ესეთი აქტივობებით ჩემი ნადის დონე ისედაც გავზარდა. შესაბამისად არ მჭირდება არანაირი ნადის მიღება. ანუ დამატებით რომ მიიღო მაგ შემთხვევაში? თუ არის საჭიროება, როგორც ჰეილი ბიბერი აკეთებს, ესე იგი მას ჭირდება ეს და ამ ჩარევას იყენებს. მე ვიცი, რომ შენი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ უცხოელ ქირურგს იცნობ, ძალიან ბევრ ქვეყანაში დამოგზაურობ და მაინტერესებს რა გაიკეთა კრის ჯენერმა. და რატო გამოიყურება? ეს კონფიდენციალური ინფორმაცია ვერ გავცე. კრის ჯენერმა გაიკეთა ყველაფერი.
ცოტა. მაინც კონკრეტულად რა აქვს მცირე ინვაზიური პროცედურები ჩატარებული, როგორიც არის კანის გაახალგაზრდება ლაზეროთერაპიით, აქვს სხვადასხვა ბოტულინოთერაპიები, ფეისლიფტიც, თუმცა აი ის მისი გამოჩენა ვერ დავიჯერეთ და ეს უფრო იყო ფოტოშოპის და მეიქაპის დამსახურება. მართლა? კი. ეს არ იყო რეალური შედეგი, ანუ რეალობაში მთლად ასე არ გამოიყურება სამწუხაროდ, თუმცა მიღწევადია ასეთი შედეგის მიღება სხვადასხვა კომბინირებული მეთოდებით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აი longevity-შიც ესთეტიკაშიც, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან, რადგან ვახსენეთ, რომ სახე პირდაპირ სარკია ჩვენი შინაგანი უჯრედული მდგომარეობის სხვადასხვა ბიოჰაკინგებთან ერთად ეს ინექციური თერაპიები და ინვაზიური მეთოდები ძალიან მნიშვნელოვანი არის. კი და თან ბევრს გონია რომ აი რაღაცა ეს ინექციური პროცედურები პირიქით ძალიან სუდია კანისთვის. აქაც ერთი თუმცა არსებობს, ყველაფერი კარგია, სწორად და ნატურალურად როცა კეთდება, რადგან დღეს არის მსოფლიოში ესე როგორც ამბობენ overfilling-ის შედეგები, იმიტომ რომ პაციენტებმა დაიწყეს აქტიურად გამოყენება მცირე ინვაზიური პროცედურების და არაპროფესიონალების მიერ არასწორად გაკეთებულმა პროცედურებმა დღეს ძალიან სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა, იმიტომ რომ არიან პაციენტები, რომლებიც ვერასდროს ვეღარ დაიბრუნებენ თავიანთ ბუნებრივ სახეს, იმიტომ რომ აქვთ სრული დეფორმაციები სახეზე. კრის ჯენერს საკმაოდ კარგი ექიმი ყავს, ვიცნობ, გვაქვს კარგი კომუნიკაცია და ზუსტად იცის მან რა უნდა გააკეთოს და როგორ. longevity-ც და ესთეტიკური მიმართულებაც მოითხოვს დროს. განსაკუთრებით დღეს პაციენტები მოგმართავენ უკვე ისეთი დაბერების ნიშნებით, რომლებიც უკვე აქტიურად არის ორგანიზმში დაწყებული, როგორც შიგნიდან, ისე ზედაპირულად. თუმცა შესაძლებელია ხო ამის ცირედით მაინც გამოსწორება. ზუსტად მაგას ემსახურება longevity, რომ ნებისმიერ ასაკში შემოგთავაზოთ ისეთი პერსონალიზირებული მდგომა, რომელიც თქვენს ცხოვრების ხარისხს საკმაოდ გაზრდის და გახდის უფრო, ესე ვთქვათ, უფრო ჯანმრთელები იქნებით, რაც გამოისახება ყველაფერზე. მენტალური მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია აშკარად ამ ყველაფერში. მე მეინტერესებს შენ გეგმებზე. ვიცი რომ სხვა ქვეყნებში ძალიან ისეთი კარგი პრაქტიკა უკვე longevity და ძალიან ისე აქტიურად კი ბატონო არიან ხალხი ჩართული longevity-ის lifestyle-ში. საქართველოში უკვე ეხა ნელ-ნელა იწყებ, ხო? როგორ უნდა მოგმართოთ, როგორ უნდა გიპოვოთ, როგორ უნდა დავიწყოთ? პირველ რიგში შეგიძლიათ მიპოვოთ კლინიკა ტოტალ-შარმში. ჩემი პროფესიული საქმიანობა არის კლინიკა ტოტალ-შარმში და გვაქვს ასევე ბრენდი ტელორა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ძალიან მარტივად შემოგთავაზოთ სხვადასხვა longevity მიდგომები, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესოთ. და ეს ინდივიდუალურად. აუცილებლად ინდივიდუალურად შესაძლებელია როგორც კლინიკაში სხვადასხვა პროცედურების გამოყენება, ასევე ონლაინ, იმიტომ რომ ჩვენ ვემსახურებით არა მარტო ქართველ მოსახლეობას, ასევე უცხოელ მოსახლეობას. საქართველოში უკვე ნელ-ნელა გვაქვს ისეთი დანადგარები, რომლებიც გვეხმარება longevity-ის პრაქტიკების დანერგვაში, როგორც არის ჰიპერბარიული ჟანგბადის თერაპია და სხვადასხვა. ხო, აი გამიგია, რომ ძალიან კარგია. და კიდევ აღნიშნავ, ერთ-ერთი ძალიან საინტერესო კვლევა არის და დადასტურებულია, რომ საუნა მაგალითად პირდაპირ კავშირშია დაბერების პროცესის შენელებასთან, რომელიც საქართველოში საკმაოდ ესე ვთქვათ აქტუალურია დღეს და ძალიან მიხარია. ამიტომ ჩვენი გუნდი, ტელორას გუნდი, მზად არის ნებისმიერ ადამიანს გაუწიოს კონსულტაცია იმისათვის, რომ მარტივად, ხელმისაწვდომად, ბიუჯეტურად მოახდინონ თავიანთი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება სხვადასხვა მიდგომებით. ერთი კითხვა მაქვს მე ახლა შენთან, სანამ პოდკასტს დავამთავრებთ, შენი აზრით, შენი ეხლანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობით რა ასაკს მიაღწევ? მე ვისურვებდი, რომ 80 მივაღწიო, მაგრამ გამომდინარე ჩემი ცხოვრების რიტმიდან ალბათ 50-60. თუმცა შენ შეგიძლია მოგმართო? კი, აუცილებლად მოგმართო. და მივაღწიო 100 წელს. რა თქმა უნდა, რატომაც არა. ძალიან დიდი მადლობა, რომ პოდკასტში მომიწვიე. გისურვებ ძალიან ბევრ წარმატებებს და საჯარო პირობას ვდებ, რომ აუცილებლად გავხდები შენი პაციენტი და ჩავერთობი longevity პროგრამაში. გისურვებ ბევრ წარმატებას. დიდი მადლობა გვანცა სტუმრობისთვის. ეს იყო ჩვენი პოდკასტი, იმედია მოგეწონათ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვიწერეთ კომენტარები იმისათვის, რომ შემდგომში უფრო საინტერესო პოდკასტები შემოგთავაზოთ.